როგორ გამდიდრდეთ მარტივად? შესაძლებელია თუ არა საერთოდ მარტივად გამდიდრება. დღეს მოგიყვებით 4 ძირითადი პრინციპის შესახებ, რომელიც გამოიყენება მდიდარი კომპანიების და ადამიანების მიერ, რომლებიც მარტივად მდიდრდებიან და მარტივად ინარჩუნებენ თავის სიმდიდრეს. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ამით მაჩვენოთ თქვენი მხარდაჭერა. სანამ იმ 4 პრინციპს განვიხილავთ, რომელიც მარტივად გაგვამდიდრებს, მოდი შევთანხმდეთ, რა არის ჩემი გადმოსახედიდან მდიდარი ადამიანი, რომ რაღაც კონფლიქტი არ გქონდეს მერე კომენტარებში, რომ ეს არ არის მდიდარი თუ ის არის მდიდარი, მაგრამ თავისუფლად შეცვალეთ და ადაპტირება გაუკეთეთ ამ განმარტებას იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენი საჭიროებები, მოთხოვნილებები, პრიორიტეტები, მიზნები, მდგომარეობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედიდან მდიდარი არის ადამიანი, რომელიც აღარ არის იძულებული გამოიმუშაოს კონკრეტული თანხა იმის გამო, რომ დაფაროს თავისი ვალდებულებები, აღარ არის იძულებული იმუშაოს ისეთ სამსახურში, რომელიც არ მოწონს, არ სიამოვნებს და ესე ვთქვათ, არის მისთვის ტოქსიკური გარემო. ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ განაგებს თავის დროს და ესე ვთქვათ, კალენდარს და გრაფიკს და ამის ფონზე ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა. და მე არ გულისხმობ აქ, რომ მხოლოდ საბაზისო საჭიროებები აქვს დაკმაყოფილებული, არამედ რაც მართლა უნდა და ჭირდება, ეს ყველაფერი აქვს და თან არის თავისუფალი, რამდენადაც შეიძლება იყოს მოქალაქე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ უკვე ვართ ქვეყნის მოქალაქე, კონკრეტულ ვალდებულებებს წარმოშობს ჩვენთვის ასევე უფლებებს, მაგრამ რაღაცეებში ვართ შეზღუდულები. ეს არის ჩემთვის მდიდარი ადამიანი და ჩვენ თუ გვინდა მივახციოთ მდიდარი ადამიანის კონდიციას, შეგვიძლია ვიყოთ, ესე ვთქვათ, სივრცეში, სადაც სიმდიდრე მოდის მარტივად, ან სივრცეში, სადაც სიმდიდრე მოდის რთულად. საქართველოს კომპანიების და ესე ვთქვათ, მდიდარი ადამიანების უმრავლესობა არის სივრცეში, საიდანაც ფული მოდის რთულად, მაგრამ ამერიკაში მაგალითად, რაც არის Fortune 500 ხო, ყველაზე წარმატებული კომპანია და ასე შემდეგ, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო არის სივრციდან, სადაც მარტივად იშოვება ფული და ზუსტად ეს არის პირველი პრინციპი, რომ როდესაც ვიწყებთ ბიზნესს, ან საქმიანობას, ან თუნდაც ვირჩევთ დამსაქმებელს, ხო? ჩვენ სტრატეგია უნდა დავსახოთ, რომ ვიყოთ მარტივად საშოვნელ ფულის სივრცეში და არა რთულად საშოვნელ ფულის სივრცეში და ეხლავე გეტყვით რა არის მათ შორის სხვაობა. პირველი პრინციპი მარტივად გამდიდრების არის, რომ უნდა ავირჩიოთ ისეთი საქმიანობა, მომსახურება ან პროდუქტი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ან კომპანიას ეხმარება გამდიდრებაში. ანუ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კიდევ ერთი რესტორანი, კიდევ ერთი nail bar-ი, კიდევ ერთი თერაპევტი, კიდევ ერთი coach-ი. ეს ყველაფერი არის რთული სივრცე, ანუ რთული სივრციდან ფულის შოვნა. რთული რატომ? იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის და გარდა იმისა, რომ დიდი კონკურენცია არის თვითონ სივრცეში, ადამიანისთვის არის ძალიან რთული გადასაწყვეტი, რომ თქვენ გადაგიხადოთ თანხა. რატომ? იმიტომ რომ ძირითად და აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოში შემოსავალი აქვს ხელფასიდან, ეს ხელფასი უკვე არის გადანაწილებული ქირა, სესხი, არ ვიცი, კრედიტი, ბავშვის სკოლა, ტანსაცმელი, ანუ არის ძალიან ბევრი ხარჯი, რომელიც არის ფიქსირებული და ჩვენ თუ ვიქნებით ამ, ესე ვთქვათ, hard მძიმე სივრცეში, მაშინ ადამიანებს ვეჭიდავებით, რომ ფული მოგცენ იქიდან, რომ მოაკლონ რესტორანში წასვლას, მოგზაურობას, ანუ საჭიროებებში შევდივართ კონკურენციაში და ვასოცირდებით ხარჯთან.
easy mode, ანუ მარტივად სიმდიდრე არის იმ სივრცეში, სადაც ადამიანს ასწავლი, მიყიდი, ან რაღაცა ისეც, ესე ვთქვათ, უნარს შეძენ, რომლითაც ის მეტ ფულს იშოვის. პირველი პრინციპი არის ადამიანებისთვის და კომპანიების დახმარება, რომ არსებული პირობები გაიუმჯობესონ და გამოიმუშაონ მეტი თანხა. ყველა სხვა სივრცე არის რთული შოვნის გზა, რაც ნიშნავს, რომ იქაც იშოვება ფული, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ და არავინ არ ამბობს, რომ რთულ სივრცეში ვერ იშოვით ფულს, მაგრამ სიტყვაც გვეუბნება, რომ იქ უფრო რთულია, რადგან არის ორი ფაქტორი: მეტი კონკურენცია ჩვენნაირი ადამიანებისგან და კომპანიებისგან და ასევე ქართველი ადამიანის აზროვნება, რომ რესტორანში წავიდე, დაბადების დღე გადავიხადო თუ ფსიქოლოგს გადავუხადო თანხა, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან პატარა და ის, რაც თუნდაც ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში აღიქმება საჭიროებად, რომ უნდა იარო თერაპიაზე, უნდა ყავდეს კოუჩი, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არის ფუფუნების საგანი. ამიტომ არ უნდა ვიჭიდაოთ იქ, სადაც არის ვირთხების რბოლა, ეს არ არის ჩემი ტერმინი, ასე ქვია ამ სივრცეს და ამ, ესე ვთქვათ, მძიმე hard mode-დან გადავიდეთ easy mode-ში. რა ხდება ახლა easy mode-ში? როცა ხარ, ესე ვთქვათ, მარტივ გამდიდრების სივრცეში, შენ ადამიანს ან კომპანიებს თავაზობ ისეთ რაღაცას, რაც მათ მოუტანს მეტ შემოსავალს. შესაბამისად, შენ აღარ ასოცირდები მისთვის ხარჯთან, არამედ ასოცირდები შემოსავალთან და საერთოდ აღარ აღგიქვამს, რომ არჩევანი გააკეთოს შენსა თუ თმის სტილის შორის, შენსა თუ კურტკას შორის, იმიტომ რომ იცის, ის არის ხარჯი და შენ ხარ შემოსავალი, დაპირება შემოსავალზე. მე არ გეუბნებით, რომ კურსი გაყიდეთ, რომელიც ამბობს, რომ გაწევრიანდი ჩემთან და გაშოვნინებთ მეტ ფულს, ამას არ ვამბობ, მაგალითებს მოვიყვან, მე პირიქით ზოგადად აგრესიული გაყიდვის წინააღმდეგი ვარ, მე თვითონ არ მომწონს, როცა ჩემზე ცდილობენ, რომ ეგეთი გავლენა იქონიან, რომ რაღაც ვიყიდო, მაგრამ მართლა გონება გამინათ და შვებით ამოვისუნთქა, როცა მივხვდი, რომ კიდევ ერთი რესტორანი კი არ უნდა გავხსნა იმისთვის, რომ ვიყო მდიდარი, არამედ უნდა ვასწავლო სარესტორნო ბიზნესი როგორ მუშაობს სხვებს. მე ამას არ ვაპირებ, მაგრამ მაგალითს გეუბნებით. შეიძლება ადამიანი იყოს რესტორატორი და უნდოდეს, რომ რესტორანი ქონდეს, მაგრამ ისიც უნდა იესმოდეს, რომ იქ დაბალ მარჟაზე იმუშაობს, მაგრამ ეს თავისი, ესე ვთქვათ, ნება და გატაცება შეუძლია დააბალანსოს იმით, რომ სხვა მსურველებს რესტორნის გახსნის ასწავლოს, როგორ იხსნება ეს ყველაფერი, კონცეფცია შეამუშავებინოს და ეს არის ზუსტად აი ის easy მარტივი სივრცე, სადაც იშოვება მარტივად ფული. გლობალურ მაგალითებს მოვიყვან და მერე გადავალ ლოკალურ მაგალითებზე. Amazon-ი თვითონ ძალიან ცოტა პროდუქტს ქმნის და ისედაც მაგ პროდუქტებიდან მთავარი შემოსავლის წყარო არც ერთი არ არის. Amazon-ის მთავარი შემოსავლის წყარო თვითონ პლატფორმის არის ის, რომ აკავშირებს შუამავლიარი მყიდველსა და გამყიდველს შორის, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, მისი ფუნქცია არის ზუსტად ეს მარტივი სივრცე. მარტივი სივრცე რა თვალსაზრისით უამრავ გამყიდველს ეხმარება, რომ მეტი ფული გააკეთონ, მეტი ფული იშოვონ და ეს გამყიდველები საერთოდ არ წუწუნებენ, რომ აუ რამდენ საკომისიოს მართმევს. პირიქით, იმხელა შესაძლებლობას ხედავენ, ძირითადად უმრავლესობა არის მადლიერი და Amazon-იც ამის ხარჯზე ყვავის, ანუ სხვებს ეხმარება გამდიდრებაში. იგივე არის Airbnb. Airbnb არ ფლობს საკუთრებაში სახლებს, არამედ მესაკუთრეებს ეხმარება, რომ სასურველი კლიენტები იპოვნონ და ამაში იღებს საშუამავლოს. Airbnb არის ძალიან მდიდარი კომპანია, იმიტომ რომ სხვა ძალიან ბევრ ადამიანს თუ კომპანიას ეხმარება გამდიდრებაში. იგივე ავიღოთ Apple, ხო? Apple-ის შემთხვევაში, რომელი აპლიკაცია შეესაბამება რეგულაციებს, შეგიძლია შექმნა, ატვირთო და მიღებული, ესე ვთქვათ, თანხიდან 30% უხდი Apple-ს. Apple-ი არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ გაკავშირებს კლიენტებთან და შენ, ესე ვთქვათ,
ამით შოულობ მეტ ფულს. აქედან გამომდინარე ეს პროტესტი აღარ უჩნდება ხალხს, რომ რატო გადავუხადო საკომისიო, თუნდაც ფიქსირებული თანხა იყოს, რატო გადავუხადო. გადაიხდის, იმიტომ რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შენი მომსახურების მიღება იმისთვის, რომ თვითონ იშოვოს მეტი ფული. და hard mode, ესე ვთქვათ, easy mode-ისგან განსხვავებით არის ბიზნეს მოდელები, რომელიც არის მიბმული მაგალითად ერთი კონკრეტული კლიენტისთვის მომსახურების გაწევაზე, ან ერთდროულად რამდენიმე კლიენტისთვის, მაგრამ მეც რომ ვეღარ მიიღებ და ყველაზე კარგი მაგალითი ამისი არის სარესტორნო ბიზნესი. სარესტორნო ბიზნესის გარდა ყველა საქმიანობა, რომელიც მიბმულია თვიურ მოჭრილ ხელფასზე, ანუ ფიქსირებულ ხელფასზე, საათობრივ ანაზღაურებაზე, ან მიიღე ერთი კლიენტი და ერთი კლიენტი გიხდის აი ამ თანხას ერთ საათში, ან მაგალითად ავიახაზები, ხო? ერთი ადგილი ღირს ამდენი. ეს ყველაფერი არის რთული სივრცე გასამდიდრებლად, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აქ არ შეიძლება გამდიდრება. უბრალოდ ძალიან რთულია გააკეთო დღეს კიდევ ერთი ავიახაზები და ამით ძალიან დიდარი იყო, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი კონკურენცია, გაქვს უამრავი ხარჯი, საწყისი კაპიტალი გჭირდება ძალიან დიდი, მარკეტინგის ხარჯი გაქვს ძალიან დიდი და შეიძლება ისეთმა, ესე ვთქვათ, მოვლენებმა, როგორიც არის კოვიდი, მაგალითად მთლიანად გააჩეროს შენი ბიზნესი, მაგრამ თუ გაქვს ონლაინ საშუამავლო ბიზნესი, როგორიც არის MyMarket-ი, როგორიც არის მაგალითად Amazon-ი, პირიქით, ხო? თითქმის ყველა მოვლენა, რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ პლატფორმებზე აისახება კარგად. ყოველ შემთხვევაში ონლაინ სივრცე ნამდვილად არის ის სივრცე, რომელიც ბევრად უფრო მეტ დარტყმას და გლობალურ ცვლილებას და შენჭრევას გაუძლებს, ვიდრე ფიზიკური სივრცეები. საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, Volt-ი, Glovo, MyMarket-ი, MyHome-ი, ყველა ესეთი საშუამავლო ბიზნესი არის easy mode-ი, მარტივად გამდიდრების გზა და მაგალითად რო ავიღოთ რესტორანი, არ ვიცი, კახელები, ვერიკო და ასე შემდეგ, ეს არის რთული სივრცე ფულის საშოვნელად, მაგრამ ამ სივრცეში არ გადის McDonald's, იმიტომ რომ McDonald's-ი, ანუ სათაო ოფისი და გლობალური ბრენდი, მთავარი შემოსავლის წყარო არის ფრენჩაიზით მიღებული, ესე ვთქვათ, შემოსავალი და თუ თქვენი რესტორანი არ არის ქსელური, არ გასცემთ ფრენჩაიზ, მაშინ თქვენ სავარაუდოდ ვერ გადახვალთ რთული სიმდიდრის კატეგორიიდან მარტივი სიმდიდრის კატეგორიაში. ეს დღეები სულ ვფიქრობ პროფესიებზე, ან საქმიანობაზე, ან კომპანიებზე, რომლებიც არიან, ესე ვთქვათ, ამ რთული სიმდიდრის სფეროში, შეუძლიათ თუ არა გადავიდნენ მარტივი სიმდიდრის სფეროში. და პასუხი არის ძალიან კარგი და მგონია, რომ გამომხნევებელი, რომ თითქმის ყველას შეუძლია მოხვდეს რთულიდან მარტივში, დამოკიდებულია როგორ შეხედავს თვითონ თავის პროდუქტს ან მომსახურებას, როგორ დაალაგებს და გადაალაგებს სტრატეგიას და დაინახავს თუ არა თვითონ ამ შესაძლებლობას და სპეციალურად ჩემი გამომწერებისთვის გავაკეთე Word-ის დოკუმენტში, ესე ვთქვათ, კითხვარი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს, ChatGPT-ს, Grok-ს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ აუტვირთოთ, მიწეროთ თქვენი პროფესია, ამ კითხვების მიხედვით თქვენი პასუხები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თუ თქვენ გაგიჭირდათ ან გაინტერესებთ ალტერნატიული აზრი, გადააწყოთ თქვენი საქმიანობა ისე, რომ აი ძალიან მარტივად ამ რთული სივრციდან გადახვიდეთ მარტივად გამდიდრების სივრცეში. დამიწერეთ კომენტარებში სიტყვა კვანტური ნახტომი, უბრალოდ სიტყვები კვანტური ნახტომი და გამოგიგზავნით ამ კითხვას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ერთად დაგეხმარებათ თქვენ არსებულ საქმიანობას ამ პროფესიას შეხედოთ ახლებურად. მეორე პრინციპი მარტივ სივრცეში გასამდიდრებლად, ანუ მარტივად გასამდიდრებლად არის ის, რომ ჩვენი საქმიანობა, პროდუქტი, მომსახურება
პირდაპირ უნდა იყოს დათვლადი რა მოგება მოაქვს მეორე ადამიანისთვის თუ კომპანიისთვის რიცხვებში. მაგალითად, მე თუ ვარ X კომპანიის იურისტი, რა სარგებლობა მოაქვს ჩემ იქ იურისტობას ამ კომპანიისთვის რიცხვებში არის ძალიან რთულად დათვლადი, მაგრამ მე თუ ვარ იმავე კომპანიაში სეილები ძალიან მარტივია დავთვალო რამდენი გავყიდე და აქედან გამომდინარე მოვითხოვო საკომისიო. ამიტომ გადახედეთ თქვენ პროფესიას, საქმიანობას, რას აკეთებთ და როგორ შეიძლება გამოთვალოთ ზუსტად რა სარგებელი მოგაქვთ, როცა გასწევთ ამ მომსახურებას ან ყიდით ამ პროდუქტს. სხვანაირად შეუძლებელია, რომ მოხვდეთ მარტივი სიმდიდრის სივრცეში. სხვათა შორის არც თუ ისე ბევრი მაგალითი მახსენდება ქართულ სივრცეში, როცა რთული, ესე ვთქვათ, სიმდიდრის სივრციდან გადავიდნენ მარტივი სიმდიდრის სივრცეში, მაგრამ ესე, როდესაც ამ ვიდეოს ვამუშავებდი, გამახსენდა ჩერი, რომელიც არის პერსონალური ტრენერი და როგორც ვიცი, თავიდან მუშაობდა კლიენტებთან, ანუ საათობრივად და შემდეგ უკვე რთული სივრციდან გადავიდა მარტივ სივრცეში იმ თვალსაზრისით, რომ გააკეთა ჯერ თავისი მარათონი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაწევრიანდა და აღარ იყო შეზღუდული, რომ თავისი 1 საათი გაეყიდა მხოლოდ ერთ კლიენტზე, ორ კლიენტზე ან სამ კლიენტზე და ეხლა გააკეთა საერთოდ აპლიკაცია, ხო? სადაც მას არ უწევს, რომ ერთი კონკრეტული საათი დღეს დაუთმოს ვიღაცას, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები და რომელიც შეიძლება გაიყიდოს ყოველ დღე დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს თუ რამდენი ადამიანი იყიდის მას. აი ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, ჩვენი პროფესია, რომელიც თითქოს არის აი ესეთ რთულ სივრცეში, საათობრივ, თვიურ ანაზღაურებაზე, როგორ შეიძლება გადავაკონვერტიროთ ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტის, ესე ვთქვათ, ყველა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობის, სოციმედიის, პერსონალური ბრენდის გაერთიანებით და ნაკლები შრომით, თუმცა ხარისხიანი შრომით, დავდოთ უკეთესი შედეგი და ვიყოთ მარტივად მდიდრები. ჩერის გარდა კიდევ რამდენიმე მაგალითი მაქვს, მაგალითად ავიღოთ კოუჩი, რომელიც 1 საათი აკოუჩებს ერთ ადამიანს და ავიღოთ კოუჩი, რომელმაც კონკრეტულ თემაზე ჩაწერა ვიდეოები, რომელიც გაყიდა უამრავ ადამიანზე, ხო? რა თქმა უნდა, ის იყო რთულ სივრცეში, რთულ პროგრამაში და გადავიდა მარტივ პროგრამაში. ასე შეუძლია ნებისმიერ პროფესიას, თითქმის ნებისმიერ პროფესიას. ეხლა რომ მითხრათ, რომ აი ექიმი როგორ გააკეთებს ამას, როცა მაგალითად უნდა გააკეთოს ოპერაცია, ხო? ექიმმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ კონდეს თავისი კლინიკა, ექიმს შეუძლია გააკეთოს კურსები, რითაც ასწავლის დამწყებ ექიმებს რაღაცას, თუნდაც როგორ დაიწყონ თავისი კარიერა, როგორ გამოიმუშავონ მეტი ხელფასი. ანუ დაეხმაროს ადამიანებს, რომ კარიერულად შედგას, შესაბამისად გამდიდრდნენ და ამით გამდიდრდეს ისიც. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს ჩემი სავარჯიშო, რაც გავაკეთე ChatGPT-სთან ერთად, ძალიან დაგეხმარება სხვა რაკურსით შეხედოთ თქვენს პროფესიას ან ბიზნესს და დამიწერეთ კომენტარებში კვანტური ნახტომი, რომ მოვახდინოთ კვანტური ნახტომი ამ რთული სივრციდან მარტივ სივრცეში. ავიღოთ ჯო დისპენზას მაგალითი, რომელსაც ადრე ვუსმენდი, მაგრამ ეხლა დიდად აღარ მოდის ჩემს ცნობიერთან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავიდან კარიერის დასაწყისში სულ იყო საუბარი სულიერება და როცა მოინდომა მარტივ სივრცეში გადმოსვლა, რა გააკეთა? სულიერება, მანიფესტაცია, სიმდიდრე, დოვლათი, ანუ ამ თავის ძირითად პროდუქტს შეურია ადამიანის გამდიდრების, უკეთ ცხოვრების თემა და მისი გაყიდვები არავინ აღარ ვიცით სად არის. ანუ აი ამ hard თემიდან
გადმოიტანა თავისი თავი, ესე ვთქვათ, მარტივ თემაში, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ადამიანების სულიერებას, გაცნობიერებას და ამ ყველაფერს გამონაკლისების გარდა ეძებენ მაშინ, როცა უკვე ფინანსურად არიან კარგად და მინიმუმ საბაზისო მოთხოვნილებები აქვთ დაკმაყოფილებული. და ყველაფერს შეიძლება უპოვნოთ ესეთი გასაღები. არც ჯო დისპენზამ გააკეთა რამე შეუძლებელი, არც ჩერიმ, უბრალოდ არიან ძალიან კარგი მაგალითები და ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მათი მაგალითი. მესამე პრინციპი მარტივად გამდიდრებისთვის არის ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების კარგ ფასად გაყიდვა, ანუ ბევრ ადამიანზე გაყიდვა, ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ჩვენ რო საუბრობდეთ ამერიკის ეკონომიკაზე, ეს პრინციპი იქ არ იმუშავებდა და პირიქით მაგალითს მოვიყვანდი და ასე მოყავთ პირიქით მაგალითები იქაურ, ესე ვთქვათ, მრჩეველებს ფინანსურ სფეროში, რომ პირიქით იპოვნეთ ცოტა და მდიდარი მყიდველი და გაყიდეთ ძალიან ძვირად თქვენი პროდუქტი, რომ არ მოგიწიოთ ძალიან დიდი აუდიტორია გყავდეთ და ზდიოთ ამ აუდიტორიას, რომ იყიდეთ ჩემი პროდუქტი. მაგრამ საქართველოს ეკონომიკა არის 800-ჯერ პატარა, ჩვენი მოსახლეობა არის ძალიან პატარა, შეზღუდული არის ქართული ენით, პლუს ამას ძალიან მცირე საშუალო ფენა გვაქვს, თუნდაც ამერიკასთან შედარებით, აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი აზრით და რაც ვიკვლია, ბევრად რთულია ჩვენთვის გავყიდოთ 10,000 ლარიანი პროდუქტი ან მომსახურება ან კურსი ან პროგრამა 10 ადამიანზე, ვიდრე მაგალითად გავყიდოთ 100 ლარიანი მომსახურება ან პროდუქტი 1000 ადამიანზე. ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებით და სხვების გამოცდილებითაც თუ ვიმშელებთ, ჯობს საქართველოში ნორმალური, ესე ვთქვათ, ჭკვიანური ფასი დაადოთ თქვენს მომსახურებას და პროდუქტს და იფიქროთ, როგორ გახვიდეთ მასებზე და რა თქმა უნდა, მასებზე გასვლის საუკეთესო, ესე ვთქვათ, საშუალება არის პერსონალური ბრენდის აშენება და თქვენი პერსონალური ბრენდის დახმარებით ამ ყველაფრის გაყიდვა. პერსონალური ბრენდი ამ ვიდეოს მიღმა თემაა, უბრალოდ არ ვიცი რამდენად ჩემი აუდიტორიისთვის საინტერესოა, თუ საინტერესოა, ერთმა ორმა ადამიანმა დამიწერეთ კომენტარებში და ეგეც საკმარისი იქნება, რომ ესე ვთქვათ, გავაკეთო ამაზე ეპიზოდი. და საქართველოში, აი იცით როგორ შეხედეთ, როდესაც თქვენ ფასს დაადებთ თქვენს მომსახურებას ან პროდუქტს, ან მოითხოვთ საკომისიოს თუნდაც, ქართველი მომხმარებლის აზროვნება ჩემი დაკვირვებით არის ესეთი, რომ რაღაცას რო იყიდის, მოწონს, რომ იფიქროს, რომ აი იაფად ჩაუვარდა. ანუ ჩვენ არ მოგწონს, როცა ვხვდებით, რომ რაღაცაში გადავიხადეთ იმაზე მეტი, ვიდრე ხარისხია, ჩვენ გვახასიათებს, რომ გადავამოწმოთ, რომ აბა სად არის ნაწარმოები, რა დაჯდებოდა ამის წარმოება, ანუ ისეთი იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ეკონომიკა ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო ხელფასი დაბალია, ხალხი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და უფრო პრეტენზიულია პროდუქტის და მომსახურების მიმართ, აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ ყოველთვის გქონდეთ მაღალი ხარისხი და ადამიანი რაღაცას რო იყიდის თქვენგან ან თქვენი კომპანიისგან, შთაბეჭდილება დაუტოვოთ, რომ ვაუ, რა კარგ ფასად ვიყიდეთ და ეს კლიენტები ყოველთვის მობრუნდებიან თქვენთან და როგორც კი იგრძნობენ, რომ გადაახტევინეთ მეტი, მაშინვე დაკარგავთ ქართველ კლიენტს. მეოთხე პრინციპი, რომელიც მარტივად გაგვამდიდრებს, არის ხელფასის, მოჭრილი ხელფასის აზროვნებიდან გამოსვლა და საკუთარი შემოსავლის საკომისიოზე მიბმა და ნამდვილად ეს ბევრ პროფესიას შეუძლია სულ რა სხვისი დასაქმებული იყოთ. ანუ ფიქსირებული თანხის გაცვლა საკომისიოში. საკომისიოში ყოველთვის გაქვთ მეტი мотиваცია, რომ მიიყვანოთ მეტი კლიენტი, დადოთ უკეთესი გარიგებები. შეადარეთ იურისტი, რომელიც არის უბრალოდ კომპანიის, ასე ვთქვათ, შიდა იურისტი, თვეში აქვს 3,000 ლარი ხელფასი და საერთოდ არ აინტერესებს ამ კომპანიას მეტი კლიენტი ეყოლება თუ ნაკლები, რომელიც
იგივე იურისტი, იგივე უნარებით თუ უთხარი რომ შენ გარიგებიდან გექნება პროცენტი, სასამართლოში მოგებული საქმიდან გექნება პროცენტი, მოლაპარაკებებში ფასს რაცაც დააკლებენ, იქიდან გექნება პროცენტი, სულ სხვა არის ამ იურისტის, ესე ვთქვათ, ცხოვრება, გაქანება და мотиваცია და თუ თქვენს დამსაქმებელთან არ არის ესეთი სქემა, ხო? მიდით და შესთავაზეთ, რა იცით, იქნებ იყოს თანხმობა. თუ არა და წამოდით, გააკეთეთ თქვენი იურიდიული კომპანია, სადაც თქვენს თავს დაუწესებთ ბონუსებს საკომისიოს მიხედვით და ნახავთ თქვენი სიმდიდრე უფრო მეტი იქნება თუ არა და უფრო მარტივი იქნება თუ არა, როცა შედარებით სხვასთან მუშაობთ და მარტო თვიდან თვემდე გაქვთ ერთი ფიქსირებული ხელფასი. და როდესაც თქვენ ხართ თვით დასაქმებული, აქ საკომისიოს ალბათ ვერ შემოიტანთ, ანუ საკუთარ თავს საკომისიოს არ დაუწესებთ, თვით დასაქმებულის შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი 1 საათი არ გაიყიდოს ერთ კლიენტზე. თავიდან შეიძლება სანამ გამოცდილებას მიიღებთ, ან ძალიან ექსკლუზიური კლიენტი ყავთ, ან ძალიან გინდათ რომ ამ კლიენტს დაეხმაროთ, მაგრამ მერე უნდა გადახვიდეთ ჯგუფურად საათების გაყიდვაზე, ოფლაინ კურსების გაკეთებაზე, წინასწარი ჩაწერილი ვიდეოები, ლაივი 1000 კაცისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი კითხვარი ChatGPT-ისთვის გაკეთებული, დაგეხმარებათ და დამიწერეთ კვანტური ნახტომი. ეს სიტყვა თან მომწონს და ხშირად ვახსენე ამ ვიდეოში, იმედია არ გამიბრაზდებით. სანამ შევაჯამებ, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან გასახარებელია, როცა ვხედავ, რომ ყოველდღე ჩემი გამომწერების რაოდენობა იმატებს, უფრო მეტი და მეტი ვიდეოს გადაღება მინდა და რომ შევაჯამო თითქმის ყველა პროფესიის, საქმიანობის და ბიზნესის გადატანა შეიძლება რთული სიმდიდრის სივრციდან მარტივი სიმდიდრის სივრცეში. სანამ კიდევ ერთ კაფეს ან რესტორანს გავხსნით, ამას ჩემ თავს ვეუბნებით, ვიფიქროთ, რამდენად არის ეს ჩვენი ვნება, რამდენად ვიმუშავებთ იქ, რამდენად სავსეები ვიქნებით. თუ სიმდიდრე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იქნებ ეს კაფეც გავხსნათ, მაგრამ ალტერნატიული შემოსავლის წყარო, ესე ვთქვათ, გავიჩინოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ კაფის გახსნის, ესე ვთქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვებს დავეხმაროთ კაფეების გახსნაში და აქედან გადავიდეთ მარტივი სიმდიდრის სივრცეში და ასევე დავიმახსოვროთ, რომ მთელი ამ ეპიზოდის ქვეტექსტი არის ის, რომ მარტივი სიმდიდრე არსებობს, ოღონდ მათთვის, ვისაც ამდიდრებენ სხვებს. სხვა შემთხვევაში შემოდის ეგრეთ წოდებული hustle კულტურა, სადაც არის ვირთხების ბრძოლა, ბრბოლა, კონკურენცია, არ ვიცი, რაღაცა ქაოსი და ვიყოთ სტრატეგიულები, დავიხმაროთ ყველა შესაძლო ხელსაწყო, წიგნები, YouTube არხები, პოდკასტები, ხელოვნური ინტელექტი და რაღაცნაირად გამდიდრდეთ, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, ცხოვრება გადავიდეს, ქართველებს გულისხმობ, ამ გადარჩენა არსებობის რეჟიმიდან უფრო მაღალი ცნობიერების ეტაპზე და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიცხოვროთ, არ ვიცი, გარწყინებულ, უკეთეს, ბედნიერ და გახარებულ საქართველოში. მადლობა, ვინც ნახეთ ეს ეპიზოდი. მინდოდა რომ 15 წუთიანი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ვერ ჩავატიე ყველაფერი, რაც მინდოდა რომ მეთქვა დროებით.